Ილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას პირდაპირ ეთერში FM 102-სა და 4-ზე თქვენ უსმენთ პროგრამას პიკის საათი. ეს არის საზოგადოებრივი რადიო 1-ის პირდაპირ ეთერი და დაიწყო ჩვენი ერთობლივი ძალიან საამაყო. ნუ მე თუ მკითხავთ, მე ვამაყობ მაგალითად, იმიტომ რომ მე პატარებისგან ვსწავლობ ხოლმე ყოველთვის მედია სტუდია დრო და პიკის საათი ერთობლივად რუბრიკა იცნობდეთ წარმოგიდგენთ. დღეს ამ რუბრიკის წამყვანები ელენე და გიორგი იქნებიან. ელენე ტუშური და გიორგი ავალიშვილი. გამარჯობა ელენე, გამარჯობა გიორგი. დილამშვიდობისა, როგორ ხართ? კარგად, თქვენ კარგად ვართ, ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენ რომ აქ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენ ყავთ ორი ძალიან გამორჩეული სტუმარი, თუ რით არიან ისინი გამორჩეულები და რით არიან საინტერესონი და რატომ გადაწყვიტეთ რომ რუბრიკაში იცნობდეთ, ვიცნობდეთ. ამისათვის უნდა წარმოგვიდგინოთ თქვენი სტუმრები. ეთანხმები რომ გამორჩეულები არიან, ისინი გამორჩეულები არიან თუნდაც იმით რომ ერთნაირები არიან, აქვს ერთნაირი მისწრაფებები, ერთნაირი მიზნები, ინტერესები, ალბათ ამ ერთნაირი სიტყვით მივხვდით შეიძლება ვინ იყვნენ დღევანდელი ჩვენი სტუმრები. დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან ტყუპები, ლაშა და ბადრი ციხისთავები. ლაშა მე-12 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა. ბადრი გამარჯობა, დილამშვიდობისა, ციხისთავი, თქვენი გვარი საინტერესო ამას თუნდაც გითხოთ აუცილებლად. ტყუპები ხართ, მაგრამ ლაშა არის ხო ცოტა უფროსი? დიახ. რამდენიმე წუთით ალბათ, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხართ კიდეთ ერთმანეთს, თუმცა ისე ძალიან არა რომ ვერ გაგარჩიოთ ადამიანმა, ასეთი მსგავსებაც არ არის. მაგრამ აშკარად ტყუპებიო იტყვიან ხოლმე ალბათ, ამბობენ, გამოიცნობენ ხოლმე თქვენ რომ აი საერთოდ უცხო ადამიანი რომ შემოხედავთ, ამბობენ, ხო ხდებიან? კეთილი. გამარჯობა ტყუპებო, მოგესალმებით. გამარჯობა. როგორც ტყუპებს ალბათ ერთნაირი შეგრძნებებიც გაგაჩნიათ, რადგანაც ცნობილია რომ ტყუპებს ერთნაირი შეგრძნებები აქვთ, მაგალითად რომ როდესაც ერთს რაღაც ტკივა, მეორე ამას გრძნობს. მე არ ძე მითები მგონია ეს და რაღაც ხაპრები მგონია. კითხოთ მაშინ თვითონ ტყუპებს. არა, ასე არ არის, იმიტომ რომ როდესაც მათი რაღაცაზე წუხს, მე წუხარ, როცა უხარია მე. იმას ხო შეგრძნება ეგეთ. არა, გვერდით თუ გიზის და წუხს შენ უხარ. ის რო ვერ ხედავ. როცა ვერ ხედავ. ყოფილა ესეთი შემთხვევებიც არის, რაღაცას ლაშას ტკივებია და წასულა ეგინთან და ვერ გამიზლია ლაშას და მეც მინდოდა სულ. ეზოში როცა არის, მეც მინდა რომ ამასთან ერთად ვიყო სახში ვერ ძლებ. და ესეთი რაღაცა შეგრძნებების გვაქვს შობიდან. ერთმანეთის გარეშე არ შეგიძლიათ. ეს მომენტი რაღაცა მაინც არსებობს ეთყობა რაღაცა ისეთი უხილავი კავშირები. ტყუპებს კიდე ერთი ესეთი თვისება აქვთ, ბავშვობიდან ერთნაირადაც ხოლმე და ახლაც ერთნაირად გამოიყურებით და მოგწონთ თუ არა ასეთი სტილი. კი, ესეთი სტილი საინტერესოც არის, მე თუ მკითხავთ, მოგწონს ასეთი ჩაცმულობაც და ყველა ხვდება ჩაცმულობითაც ვერო ტყუპები ვართ. ანუ ეხლა მაგალითად მაისურები გაცვიეთ ერთნაირი. ზუსტად ერთნაირები და ძირითადად დასაცმელი გაქვთ უმეტესი ნაწილი ესე გაქვთ. უმეტესობა ერთნაირი დასაცმელი გაქვს. ერთნაირები. აი როცა რამდენიმე წლის მერე თქვენ თვითონ საკუთარი შემოსავლით დაიწყებთ ყიდვას, ერთმანეთს უყიდით ხოლმე? აი ცალკე რო იყიდი შენთვის შარვალს უყიდი, შენ იგივე ზუსტად იგივე ეს? თუ ჯერ არის მერე რა იქნება? არ ვიცი, ეს ცოტა ძნელი ისეთია. ხო. არც ისე ხშირი და საკმაოდ გამორჩეული გვარი გაქვთ და იქნება ამ გვარზე გვესაუბროთ. ხო, ციხისთავი. რა თქმა უნდა. საერთოდ ეს გვარი მე-18 საუკუნემდე იყო წოდება და გვარად შემდეგ მე-18 საუკუნის შემდეგ იგი გვარად იქცა ფეოდალურ საქართველოში. წოდება იყო ციხისთავი, განაგებდა ციხეს, ციხეში ყოფ ჯარს. შემდეგ მე-18 საუკუნის შემდეგ ეს გვარი კახეთში, თელავის რაიონ, ფშაველის თავში, დოლაბში კი არა, ერთ-ერთ ნასოფლარში, დევათში დასახლდნენ ციხისთავის ფუძე გახდა და შემდეგ ისინი ჩამოსახლდნენ სოფელ ფშაველში და მეც იქიდან ვარ წარმოშობით. ანუ მე მგონი პირველად გაგიცანით ციხისთავები ასე თქვა. თქვენ თუ ანუ ნაცნობები გეყოლებათ ალბათ ისიც იცნობთ ხო, მაგრამ ისე ზოგადად ცოტა არამიანაც მე ვიცი. ამ გვარის წარმომადგენელი მაინც არ ხდება. ფშაველში არიან უმეტესად დასახლებულები და კიდე რამდენიმე რაიონში, კასპში და ესე არიან გაფანტულები. რამე ხასიათი შტიხები აქვს ამ გვარის წარმომადგენელი. თუ თქვამთ ხოლმე რა აი ციხისთავები ეგეთები ვართ იციან, ეგეთი რაღაც ისეთი არა. ანუ რამე დამახასიათებელი. მამისგან, ბაბუისგან ხო არ გაგიგიათ რამე ისეთი. ლეგენდები. დასაწყისში ტყუილად არ ვახსენე რომ ერთნაირი მისწრაფებები გაქვთ, იმიტომ რომ ორივე წერთ, ბადრი შენ წერ. თუმცა ოდნავ სხვაგან ხრით ერთმანეთს. მე მოთხრობებს. დიახ, ბადრი მოთხრობებს წერს და ლაშა წერს ლექსებს და მაინტერესებს რაზე წერთ.
უმეტესად ჩვენ პატრიოტებაზე წერთ, მოთხრობებით პატრიოტებაზე გვაქვს, ლაშეც პატრიოტებაზე წერს ლექსებს, უმეტესად მოგწონს ჩვენ ქვეყნის წარსული და ჩვენ ქვეყნის წარსული შეგვაყარეს ოჯახში, ასევე ეს ყველაფერი გავრცელდა, ანუ ამ სიყვარული გააგრძელა ჩვენ სკოლის მასწავლებელმა ირმა სამხარაძემ, ისტორიის მასწავლებელმა, რომელსაც უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ისტორიკოსები. თქვენ თუ გინდათ? ზანას კი უნდა. კი. მეც მომხონდა, ჩემი შვილი უნდა გამოვიდეს რაღაც, მე კი მომხ, მაგრამ იმას რა უნდა ჯერ ახლა გაარკვიოს თვითონ ხო? გაინტერესებთ ისტორია ზოგადად ბერს კითხულობთ ისტორიულ რაღაცებს. საგნებიდან ესეთი ყველაზე მეტად ისტორია მიყვარს. საქართველოს ისტორია უფრო მეტად თუ უკვე სოფლიო ისტორიასაც საქართველოში. საქართველოს ისტორიას. დიახ. აი რა მოგწონს რომელი მონაკვეთი ისე რომელიც აი გაჟრჟოლებს ხოლმე რო კითხულობ და ბერჯერ რო კითხულობ იმ ადგილს ესეთი ხო გაქვს. საქართველოს ისტორიიდან ყველაზე მეტად დავით აღმაშენებლის ეპოქა მოგწონს. აი მე-11-12 საუკუნე როცა ტახტზე ავიდა 6 წლის და ამდენი პრობლემა მოაგვარა, დიდი თურქობა დაამთავრა, ასევე კახეთი ისევ შემოიერთა, რა ვიცი, აზნაურები დაიყოლია. ეხლა მე პატრიოტობაზე ბევრი ილაპარაკეთ წერთო და მაინც თქვენი შეხედულება მაინტერესებს, იმიტომ რომ იმდენად აი ესეთი ზოგადი მცნება ეს პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული ძალიან ზოგადია. ყველას თავისებურად ესმის და სულ ლაპარაკობენ რომ აიღებენ ყანწს და დიჭიქას და იმაში ამბობენ მარტო და სინამდვილეში არ ესმით რა არისო, მაგრამ თქვენზეც მაინტერესებს რომ გავიგოთ თქვენ როგორ გესმით, იმიტომ რომ აი თქვათ იგივე გასულ საუკუნეებში შეიძლება სხვანაირად ესმოდათ პატრიოტობა, შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ გლეხის ცხოვრებაში ის რომ ქუდზე კაცს რო დაიძახებდა მეფის არმიაში მისაღებად, მას თავისი ვალი სამშობლოს წინაშე მოეხადა, იმიტომ რომ ხმალი აიღო და ბოლომდე თავისი სისხლის ფასად ებრძოლა და დაეცვა თავის მიწა, ხო? აი 21 საუკუნეში ეხლა რაღაც ბევრ რამეში გამოიხატება უფრო და თქვენი აზრით აი რაში გამოვხატოთ უნდა როგორ უნდა გამოვხატოთ ქვეყნის სიყვარული დღეს ოღონდ ანუ ჩემი მარტო რომ Facebook-ში არ დავწეროთ, რომ ქვეყანა მიყვარს, ხო? არა. Facebook-ში დაწერა კომენტარების და სტატუსებით ეს არ არის პატრიოტობა. ჩემი აზრით საქართველოს ყავდა გმირი პატრიოტები, ეს არ იყვნენ მარტო მეომრები და მარტო მეფეები, ესეთი იყვნენ მწერლები, ესეთი პატრიოტი იყო ილია ჭავჭავაძე. რა ბატონო? ანუ შეიძლება ისტორია სულაც არ შემორჩა და ჩვენ მათ შესახებ არ ვიცით. ეს ცალკე კიდე თავისთავად ცხადია. ხო და ილია ჭავჭავაძე, რომელიც იყო ერის მამა და უფრთხილდებოდა ენას, მამულს და სარწმუნოებას. მაგრამ ზოგიერთი ქართველი ადამიანი თავიდან მას ვერ უგებდა, მიძახდა რომ ყველაფერში გცემს, არ არის სანდო ადამიანიო, მაგრამ ანუ ჩვენ ცუდ საქციელს უფრო ყველას ეუბნებოდა. გასცემს უნდა და გცემს პირდაპირ გაგებით კი არა. ილია ჭავჭავაძის ესეთი ლექსი ვიცი, ჩემოკალამო და იქ არის უბრალოდ ეს ხასიათი გამოხატული, რაც ესეთ ეპიზოდში ბრეყნი ამბობენ კარგი გული კი მაშინ ესნობს, ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია. დიახ. ახლა თქვენ ახსენეთ წეღან ირმა სამხარაძე, ქალბატონ ირმა. როგორი მასწავლებელია? ძალიან კარგი მასწავლებელია, სურს რომ ყოველთვის საქართველოს ისტორიაზე ყველაფერი კარგად ვიცოდეთ. და ცდილობს რომ ნამდვილ ისტორიკოსებად გაქციოთ, ხო? აქედანვე. დიახ. ქალბატონო ირმა, აი ამ სიტყვებს როცა ამბობდნენ ისინი, მათ არ იცოდნენ რომ თქვენ უსმენდით, ახლა უთხარით და ესე გულწრფელად დაგახასიათეს და ძალიან უყვარხართ, იმიტომ რომ საუბრის დასაწყისშივე ორი ფრაზის შემდეგ უკვე თქვენ გახსენდეს ძალიან დიდი სიყვარული. მოგესალმებით დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, რას გვეტყვით ქალბატონო ირმა ბადრიზე და ლაშაზე? ბადრიზე და ლაშაზე მინდა გითხრათ, რომ ისინი მე ნამდვილად ჩემს მოსწავლეებში ყოველთვის ვეძებ ხოლმე ისეთ ადამიანებს, რომელიც ჩემ ქვეყანას გამოადგება და ასეთი ბავშვები ვიპოვე მე მათი სახით. სხვებიც არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა მაგასიულად საუბრობ, ისინი არიან ზუსტად ისეთები, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნამდვილად გამოადგება მომავალში. და ილიას კვალზე დადგებიან წეხან ისინი ილიას საუბრობდნენ და ილიას კვალს დაადგებიან მე ნამდვილად ჯერ ამისი და ამისი საფუძველი მათ აქვთ. როგორც გავიგეთ, ისინი საკმაოდ ჰიპერაქტიულებიც ყოფილან და იქნებ ამაზეც გვესაუბროთ. ცელქობენ? რაღაც ისე მშვიდად არიან აქ რო. დიახ, ამაში ნამდვილად გეთანხმებით. არიან ჰიპერაქტიული ბავშვები, ძალიან მოძრავები, მოუსვენდები. ალბათ ადამიანი ვერ წარმოიდგენს, რომ
მათ გონებაში რა აზრები ტყილებს, როცა მათ ცემებს ასე ვთქვათ დააკვირდება, მაგრამ მათ შეუძლიათ ერთდროულად ასე იტრიალონ ვთქვათ რაღაცები ხელებით აკეთონ, მოძრაონ და თან მოგისმინოს, თან რაღაცა საუკეთესო აზრები შემოგთავაზოს და ერთმანეთსაც აკონტროლებენ ხოლმე ხშირად. თუ შეხედავენ რომ ერთი ვთქვათ გაჩერებულია, მეორე საინტერესოს რატოა გაჩერებული. ასეთ იმას რომ აი ბალაშა რა ხდება მან გადმოძახებენ ხოლმე მასწავლებლები ერთად არ სვავენ იმიტომ რომ რაღაცა ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს მე მაგალითად ამ ყოლებიც არიან ანუ ერთმანეთს კი მე მაგალითად გაკვეთილი მაგრამ სხვა შერიფებს აძლევენ თუ რამე არ მოეწონებათ თან პარალელურად მე მაგალითად გაკვეთილზე შევაძლებ თავისუფლებას ზოგჯერ რომ შევატყობ რომ აი არ შეუძლიათ რაღაცა თქვათ ისე ეს პოზაში ჯდომა და რაღაცა იმის თავისუფლებას რომ ოღონდ სხვების ხელი არ შეუშალონ და რაღაცით თქვათ რაღაცა ხელებით იყვნენ დაკავებულები ასე უფლებას ვაძლევ ხოლმე მაგრამ ამით არაფერი არ დაკლებიათ ისინი ძალიან ჩართულები არიან ყველა კლასგარეში საქმიანობაში და ძალიან აქტიურები ლაშა საუკეთესო პოეტია წერს ძალიან დავაკითხებთ რამეს. დიახ, ძალიან კარგად და მისით ჩვენ რამდენიმე ღონისძიება გქონდა. სკოლაში და აღფრთოვანებულები იყვნენ სარგმელ სერიოზული პოეტები, მწერლები და ისეთი ცნობილი ადამიანები. ასე რომ მომავალში მე მგონი ლაშა თავის საქმეს კიდე იტყვის, როგორც აი რა ძალიან კარგი პოეტი და ასე ძალიან კარგი ადამიანი ერთით და მეორეც. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ჩართვისთვის, გაბატონებები, დიდი მადლობა. კარგად წანა. ნახავთ. როგორც ვიცი, ეს თხოვეთ მასწავლებლებს, რომ ესე ელაპარაკა თქვენზე ხო, წინასწარ მოურიგდით. ეხლა ცელქები არიანო, ვერ დავიჯერე, ეთქობა რომ ელაპარაკებს ნარათერიან, თქვენ რო გიყურებთ, რქებს მიგეთებენ უყურებთ. არა. ხო, ეხლა ისეთ ყופებს დაუბრუნდეთ, ცნობია. როგორც ვიცი, კომაროვში აპირებთ ჩაბარებას და აქამდე მე და ელენე ცოტა პატარა ტესტს ჩაგიტარებთ. ოჰო. ისმეთ რამდენიმე ამოცანა და მაინტერესებს როგორ ამახსნით. მეც თუ ვერ ამახსენი ახლა. ლოგიკური სააზროვნო. მუხა დღეში 5 ვაშლს ისხამს. რამდენ ვაშლს მოისხამს მუხა ერთ თვეში? მუხა რა თქმა უნდა ვაშლს არ ისხამს. ო დათო. წამომწდა მაგათი, მაგრამ მიხვდებოდნენ ადვილი იყო ეს რა. გამერთული უთხარით. კარგი, ჩემი. ყუთში 6 თეთრი, 3 მწვანე და 7 ლურჯი ბურთულა. ჩაუხედავად მინიმუმ რამდენი ბურთულა უნდა ამოვიღოთ იმისთვის რომ ყველაფერი ამოვიდეს. 6 თეთრი. თავიდან გავიმართ? 6 თეთრი, 3 მწვანე და 7 ლურჯი. ყუთში ჩაუხედავად უნდა ამოვიღოთ 14 ბურთულა. და როგორ რანაირად? იმიტომ რომ ჩვენ თუ ამოვიღებთ 6 ბურთულას, ეს 6-ვე შეიძლება იყოს თეთრი. ამოვიღებთ კიდე გამოვიდოთ 7 ბურთულა. ეს 7 შეიძლება იყოს ლურჯი და ერთი ფერიც კიდევ რომ ამოვიღოთ, ხო? ორი ფერი გავქრალი იქნება და ერთი ფერი. 13 არის და მე 14. აი, ეს იყო მართლა ძალიან მოულოდნელობის ეფექტი, იმიტომ რომ ელენემ რო ეს ამოცანა მითხრა თვითონაც თქვა რომ მეც ვერ გავიგეო და იმდენად ენა ჩამივარა და პასუხი რა გასცეს. ყოჩახ ბავშვებო, მეგობრებო, კომაროვში გაცილებით რთული ამოცანებია, ტყუილად ვთხარით ეს ტესტი. მათთვის ძალიან ადვილია. ჩვენთვის კიდე რთული აღმოჩნდა. ყოჩახ, მადლობა. ანუ მომალი. ეხლა თქვენ რას წერტის გითხარით და თუ შეგიძლიათ რამე წაგვიკითხოთ. მე ვწერ ლექსებს. მაშინ შენგან დავიწყოთ. და ზეპრად იცი შენი ლექსები? კი. ერთი ლექსი წავიკითხე. ილია ჭავჭავაძე წავიკითხე მაშინ. ილია ჭავჭავაძეზე? ძალიან გიყვარს როგორც ჩანს ილია. მისალის პიროვნება. ყვარლის მთებში ნაშობოდ როამ სირცხულს ვერ მალავს იმ გულს როგორ შეეხრენ ვის იტევდა ჭირვარამს ქვეყნის პირველ კაცობა არ შეგინდეს მტარვალთა საუკუნის ლაჩრობა შეგვჩაშთა მომავალთა უკვდავი ხარ ილია ერის მამაო წმინდანო მტრების ხელით მოკლულო მშობელ ხალხის მხრიდანო გაიღვიძა ივერმა და ღაღადებს მამული განაწამებმა ერმა მოიშუშა ის გული რაც შენ მამულს შესწირე რაც სამშობლოს მიუძღვენ ქართლის ბედზე მლოცველო მტრებისა მიუძღვეს ოჯახ მადლობა ისეთ ფორმით და სიტყვებით გაქვს დაწერილი უფრო ისეთ რაღაცა მსუბუქ რაღაცას მარტივ რაღაცებს არ წერ ხოლმე
არ ვიცი. ეზოში ფეხბურთი ან რამე ისე. ესეთი არა, უფრო სახალისოს რაღაცა. სახალისო არა. საშაპიროს, არა. ქვეყნისთვის. როგორც ზრდიან. უმეტეს ლექსებს. ქვეყნის მსახურობაში ბევრი დრო გაქვთ კიდე ძენ. სმენელი გვირეკავს და პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ თქვენ მოგესალმებით. გამარჯობა გიმართლებისა. გამარჯობა, ოჩახ ბიჭებო, წამყვანო ბიჭებო, რესტურანტებო, ოჩახ გოგონაც, კარგი ბავშვები ხართ, თქვენ არის ბავშვების იმედია. ერთადერთი გოგონა ყავს სტუდიაში. ერთადერთი გოგონა ყავს, დიახ, ოჩახ დათოს თქვენ მშვენიერი გადაცემა. მადლობ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ელენეს და გიორგის ასეთი სტუმრების არჩევისთვის და მოყვანისთვის. მადლობთ რომ დაგვირეკეთ. მოთხრობებს რას წერს ხოლმე? მოთხრობებსაც უმეტესად საქართველოზე უწერა ან პატრიოტულზე. აი ყველაზე მეტად როგორც თქვი დავით აღმაშენებლის მიყვარს და დავით აღმაშენებელზე მაქვს ერთი მოთხრობა უფრო ჩანახატი დაწერილი. მოკლედ თუ შეძლებ კი, დავით აღმაშენებელი, ეს უფრო დავით აღმაშენებლის პლუსები მაქვს წამოწეული, ყველაზე მეტად კითხვა უყვარდა, ომის დროს როცა ყოველთვის დროს იპოვიდა შესასვენებლად და ყოველთვის წიგნს კითხულობდა და უკან ყოველთვის ჯვარდა ხაზს წერდა ხოლმე ამ წიგნს როცა დაამთავრებდა რამდენჯერ ჯვარს წაკითხავდა და ბოლოს როცა ეს წიგნი ნახეს რამდენჯერ მქონდა აქ ჯვარი დასმული და ყველას ეს ძალიან გაუკვირდა. მსმენელი გოლდება კიდევ ერთი ხაზზე. გამარჯობა დინამშვიდობისა. დინამშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა მოგესალმებით. ძალიან მიხარია ასეთი ბავშვები რომ ყავს ქართულში. გაიხარეთ ბიჭებო. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. აი ბოლომდე ასეთები დარჩით. აი რასულის კვეთებიცაც ეხლა ხართ. აი ასაკი რომ მოგემატებათ. მე რაღაც გარდატეხის პერიოდები რაღაცები და აი მე მინდა რომ ამ ყველაფერმა თქვენზე არ იმოქმედოს, აი ამ გარემომცველმა არ იმოქმედოს სამყარომ და დარჩით აი ესეთებად ციხით თავებად მართლა და სასიქადულო მამულიშვილებად. და მე იმედი მაქვს რომ ამას მართლა მოახერხებთ. კარგი ბიჭები ხართ, ძალიან მიყვარხართ. მადლობა. დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ კიდევ ერთი სპენდელი ახალზე. გამარჯობა მოგესალმებით. შემოდათოს შესებოგიონე. გამარჯობა. დავლოცოთ ეს შველი მომავალი დიდი მამულიშვილები. ნამდვილად. სამშობლო ჩვენი არ მოიშლება. აი ასეთი შვილები გვიყოლობა და ღმერთმა გვიბრალოთ. პადრი ლაშა და ელელე ხო? დიახ. ელელე ტუშური. დიახ. შესებოგიონე ჩემო ელელე როგორ ახლა? გიორგის ასაჭერ, გიორგი ავალიშვილიც არის. ეგელაცალე ჩემო გოგონა დალოცულები იყავით, დალოცულები. მადლობა. მადლობთ. სპორტი? დიახ, სპორტი ძალიან. რომელი? ფეხბურთი. თამაშობთ კიდეც? ერთად თამაშობ? ერთ გუნდში? ერთ გუნდში. ხო, თუ მოწინააღმდეგობა არ გიწევთ ხოლმე? არა, უფრო გულშემატკივრობაზე მოწინააღმდეგე გუნდების ისინი ვართ. ფანები ასე ვთქვათ. ვის გულშემატკივრობთ? ეს მადრიდის რეალს, მე ბარსელონა. თან ორივე ესპანეთის მოსისხლენტრები. კლასიკოზე. ეს ყოველთვის ერთ გუნდში ვართ. ფეხბურთსაც ასე თუ ისე კარგად თამაშობ. და რა ვიცი სკოლის გუნდში ვარ და გავდივართ ხოლმე რაღაც კლუბურზე თუ ჩემპიონატებზე. სასიამოვნოა. ძალიან კარგია, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ზაფხულში სადაპირებთ დასვენებას და როგორ აპირებთ ზაფხულის გატარებას საერთოდ? ზაფხულში ვაპირებთ ჩვენ სოფელში ფშაველში დასვენებას. გვერდზე ძალიან ლამაზ სოფელი გვაქვს, გვერდზე ჩამოვიდეს მდინარე სტორი, სადაც მე ბადრი, ჩვენი მეგობრები ერთად დავდივართ მდინარეზე და ვბანაობთ. ასევე ეზოსაზე მივდივართ სათევზაოდ. ზოგი ამბობს რომ ეს გამირჩენიაო მდინარეზე, მაგრამ აი მდინარე რთულია უფრო და იმიტომ. მდინარე ყოველთვის მირჩენია ვიდრე ზღვა. ზღვას ანიჭებთ უპირატესობას თუ მთას? ეთყობა რომ თავს ანიჭებენ ნუ მეც სამიყვარს ძალიან სხვადასხვა. ასევე მეგობრები ვაწყობთ ხოლმე ფეხბურთის შეჯიბრებებს, კონკურსებს და ეს ხალისიანად ატარებთ ხოლმე დროს. სტადიონში ჩავდივართ და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმრები იყავით. ძალიან მინდა გითხრათ. ბოლო შეკითხვა მთავარი. მადლობა. რა უნდა გამოხვიდეთ? მე მინდა რომ რას გეგმავთ? ჯერჯერობით მინდა რომ გამოვიდე არქიტექტორი. არქიტექტორი. ადრეტული სულისკვეთებით. მე უკვე რაღაცა გადახევები და ჟურნალისტიკა მინდა შევაბარო. კოლეგა, კარგი. კეთილი, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. კარგად გიქრობთ.
სწორად აზროვნებთ, კარგია ეს და მეგობრებიც ხშირად აიყოლიეთ ხოლმე და ამის ნიჭიც გაქვთ, იმიტომ რომ ერთია როცა შენ დარწმუნებული ხარ, კარგად იცი შენი საქმე, კარგად აკეთებ, გულმოდგინედ ყველაფერს, მაგრამ თუ ამასთანავე იმის ნიჭიც გაქვს, რომ შენს გვერდით ადამიანები აიყოლიო, კარგი ლიდერიც გამოდიხარ ამ შემთხვევაში და უფრო ბევრნი ერთად მერე ბევრ და უფრო დიდ კარგ საქმეებს აკეთებთ ხოლმე და გისურვებთ რომ აი რასაც ხელს მოკიდებთ, ყველაფერში ძალიან ბევრი წარმატებას მიაღწიოთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმრები იყვნენ 72 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ლაშა და ბადრი ციხისთავები. ოპები. გეთახები. მადლობა. ჩვენი რუბრიკაც ამის დასრულდა, რუბრიკა იცნობთ, რომელსაც წარმოგიდგენთ პიკის საათი და მედია სტუდია დრო ერთობლივად. ელენე ტუშური, გიორგი ავალიშვილი დღეს რუბრიკის წამყვანები იყვნენ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.